დღეიდან ბათუმის საბავშვო ბაღებში უფასო სამედიცინო შემოწმება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებს პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციები ჩაუტარდებათ. პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი რენტგენოლოგიური, ეკოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარდებათ. დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში აჭარაში 10276 ბავშვის გამოკვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა იგეგმება. პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 2744 სკოლამდელი ასაკის ბავშვი იქნა გამოკვლეული, რომელთა 20%-ს სხვადასხვა სახის პათოლოგიები დაუდგინდა. პროგრამის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოიკვლიოთ 7000-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც დღეს არის ბავშვთა ბაღებში, ეს საკუთრება ქალაქ ბათუმის მერიის ბავშვთა ბაღებში. ამ ბავშვებს ჩაუტარდებათ რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული ინსტრუმენტული გამოკვლევები. ეს იქნება პირველი ეტაპი, ამის შემდეგ გაკეთდება ანალიზი, თუ რა დაავადებები გვხვდება ძირითადად ბავშვები და დაიგეგმა მეორე ეტაპი ღონისძიებებს, რომ თითოეული ბავშვს ჩაუტარდეს ის სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიება, რომელიც სჭირდება მას ჯანმრთელობის აღდგენისთვის.